გამოიწეროთ არხი. იყო ერთი გურიც, ცხოვრობდა ხეზე თავისთვის. მამაზე ბუდე ჰქონდა, ბაწყები ყავდა, აქეთ-იქით დაფრინავდა და ბაწყებისთვის საწველი მოქონდა. საღამოობით დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ჩამოჩნდებოდა და თავისი სტვენით არემარებს ადგბობდა. ერთხელ ბაწყებისთვის საწმის მოსატანად წავიდა. შორს მოუჭია გაფრენა. ამით ბოროტამ გლეხმა ისარგებლა. მიყარა ბუდესთან. ბაწყები ამოიყვანა ბუდიდან და სახლში წაიყვანა. გვრიტი დაბრუნდა, მაგრამ ბაწყები არ დახვდა. ბუდე ძლიერი იყო და ღონდა გვრიტი. ბუდესთან ჩამოჯდა, არენ ატირდა, მაგრამ ცოტა ხანში გაბრაზდა და შვილების მოსაძებნად წავიდა. ისე მოხდა მამალი, გვრიტო, სად მიდიხარო? შვილები საძებნელადა. მეც შენი შველელი ვიქნებიო. ძალიან კარგია, უთხრა გვრიტმა და ორივე ერთად გაგრძელეს გზა. იარეს, წინ მახალში შემოხდათ. გვრიტო, სად მიდიხარო? შვილების საძებნელადა. ეს მამალი ვიღაო? ჩემ საშვალად მოდისო. მაშინ მე შენი შველელი ვიქნები. ძალიან კარგი. და მახალში გვრიტი და მამალი გავგდნენ გზა. იარეს და შემოხდათ თულთაქვა. გვრიტო, სად მიდიხარო? შვილების საძებნელადო. მაშინ მე ჩამოგიერთდებითო და ყველანი ერთად გაუდგნენ გზას. შემოხდათ ვირი. გვრიტო, სად გაგიჭებიაო? შვილების საძებნელადო. მეც წამოყვებითო და გაგეხმარებითო. შევერთდა ვირით და ხუთივე წავიდნენ. შუაღამისა ერთ სოფელში შევიდნენ. პატარა სახლიდან გვრიტების ხმა გაიგეს. მივიდნენ სახლთან და მოემზადნენ. ვირი კარების უკან დაიმალა. ნახათი ტრუტანაში შეჯვრა და ბუხრიჭი დაეპტრო. გვრიტი მამალი და თულთაქვა შეიპარნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჭდა. თულთაქვა ნათარში დაიმალა. გვრიტი გალიასთან მიფრინდა და გალიის კარების გაღება დაიწყო. დედის დანახვაზე ბაწყებმა ხიარული პიპინი დაიწვეს. მაურე კაც გაეღვიჯა. წამოხტა ლოგილიდან და ბუხრის ასამთებად მივიდა. ნათარი გახეკა, ამ დროს თულთაქვა გასკდა და ნათარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა. ამ დროს მახალში ბარძახში შეერწო. უთმამად დაიყილა კოკარიკუ. გულგახეთქილი კაცი გარე გავარდა. კარებთან კი ვირი დახვდა. ისეთი იხლი მისხჩო, რომ სტანგერ გადაკოტრიალდა. ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა. გამოიყვანა ბარტყები, შეიშვა ხრებზე და გახარებული ბუდისაკენ გაფრინდა. კარგად ბავშვებო, დღოდ გამოიწერეთ ჩემი ნაპრების არხი. ბაი. დღოდ
გამოიწეროთ არხი.